ლეო სიხარულიძესთან ერთად. აი დადგა ორშაბათი და როგორც ყოველ ორშაბათს რადიო იმედის დილის არხს უერთდება ლეო სიხარულიძე, საერთაშორისო მიმოხილვით, დილამშვიდობისა ლეო, კიდევ ერთხელ მოგესალმები. ჩვენ დღეს მოგვიწევს რომ ჩვენი მსმენელის და მაყურებლის ყურადღება შევაჩეროთ USAID-ის საქმიანობაზე, რაღაცნაირად გადავავლოთ თვალი იმ რესურსს, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხარჯავდა, რას უძღვნიდა თავის საქმიანობას და რა მიმართულებით მიდიოდა დაფინანსება. რამდენიმე თქვა აქცენტია გასაკეთებელი, თუმცა ვიდრე ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ისევ ტრამპი ამბობს, რომ აპირებს უთხრას ილონ მასკს განათლების სამინისტრო შეამოწმოს, შემდეგ კი სამხედრო სფეროში გადავიდეს. ჩვენ აღმოვაჩენთ ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს. როგორც ჩანს, აი ამ თანხების ლუსტრირების და გამოაშკარავების თემა და საკითხი არის აქტუალურად და აქტიურად დაძრული ამერიკის შეერთებულ შტატებში. არის საუბარი იმაზეც, ილონ მასკი ამბობს, რომ რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას უნდა მიხედონ, არ ვიცი რა ფორმით, შეუწყვიტონ დაფინანსება. როგორ განვითარდება მოვლენები საინტერესოა, იმიტომ რომ ის ჩვენს კოლეგებს, რომლებიც მუშაობენ ამ სადგურებში, შეურაცხყოფას აყენებს და საერთოდაც როგორც ჩანს, მოლოდინი იმისა, რომ დონალდ ტრამპი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ყველა მიმართულებით, ეს საგრძნობია, ალბათ ამიტომაც ელოდნენ ცოტა ისეთი დამთხალი განწყობებით ადამიანები, ქვეყნები ამ პოლიტიკური ლიდერის კლავ დაბრუნებას პოლიტიკურ ორბიტაზე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მისი მარჯვენა ხელი ილონ მასკი, ფაქტია რომ ძალიან ბევრი, ისე ვთქვათ, სიახლის შემოთავაზებას აპირებს, მოკლედ სანახაობა გვექნება. მთავარია სანახაობასთან ერთად გქონდეს პური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პურს კი გჭირდება ფული, ფინანსებით, როგორც ჩანს, USAID საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ორგანიზაცია, მას თავისი მიზნები ჰქონდა და მოდი ახლა შენ მოგვიყევი რა მიმართულებით მიდიოდა მისი, ასე ვთქვათ, აქტივობები. დავიწყოთ მედიით, რადგან მედიაში შევეხეთ. დავით, შენ მართალი ბრძანე, USAID-ს ჰქონდა უდიდესი ფინანსური რესურსი, წელიწადში 50 მილიარდ დოლარზე არის საუბარი და USAID-ის მიერ ჩატარებული ამ სამუშაოების და ამ სამუშაოებში დახარჯული ფინანსების კვლევის შედეგად აღმოჩენილი არის უდიდესი დანაკარგები ფინანსური თვალსაზრისით და ამას საუბრობს პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტი. კონკრეტულ სტატისტიკას და ციფრებს რაც შეეხება, მაგალითად ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს მიღმა ავრცელებს შოკის მომგვრელ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც მხოლოდ 2023 წელს 6000-ზე მეტი ჟურნალისტი ყავს USAID-ს დაფინანსებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს 6000 ჟურნალისტი იყო გადანაწილებული 700-ზე მეტ მედია საშუალებაში და საერთო ჯამში ამავე დროს USAID მეორე ხელით უკვე მედია სფეროში მომუშავე 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდა. ეს დაფინანსება მოიცავდა როგორც მათი საქმიანობის უზრუნველყოფას, ასევე წვრთნას. საერთო ჯამში ამ მიმართულებით USAID-მა დახარჯა 260 მილიონ დოლარზე მეტი. ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი მოსარგებლე ბრჭყალებში ამ თანხით და იდეოლოგიით გახდათ უკრაინა, როგორც აღმოჩნდა 10-დან 9 უკრაინული მედია საშუალება, 90% უკრაინული მედიისა აღმოჩნდა USAID-ის მიერ კონტროლირებადი. ზოგადად ჩვენ შეგვიძლია რომ პარალელი გავავლოთ USAID-სა და სხვა სახელმწიფოების რბილი ძალის ინსტრუმენტებს შორის, მაგალითად ჩვენ გვაქვს გერმანული Deutsche Welle, ანუ გერმანული ტალღა, BBC, British Broadcasting Company, თუნდაც TASS-ი, ტელეგრაფное агентство Советского Союза თავის დროზე, რომელიც დღეს იგივე სახელით ფუნქციონირებს და მათ გვერდზე არის მაგალითად პოლიტიკოც, რადიკალური, ლიბერალური დღის წესრიგით ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასავლური მედია საშუალება, რომელიც აღმოჩნდა, რომ წელიწადში 8 მილიონი დოლარით ფინანსდებოდა ასევე ამერიკული ხაზინიდან. მნიშვნელოვანია კიდევ სხვა პროექტები, რომელსაც USAID აფინანსებს. მოდი გითხარი, რა
პროექტები შეწყდება, რომელი პროექტების დაფინანსება შეჩერდება და რა სფეროებს შეეხება ეს? ხელისუფლების მეოთხე შტო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის. ამავე დროს USAID-ის მიერ გაწეული სამსახურის მთავარი სამიზნე ვიტყოდი და არა ბენეფიციარი, გახლავთ ბიუროკრატია. USAID-ის ფინანსური რესურსების გადაკეტვა ყველაზე მეტად ამ თვალსაზრისითაც უკრაინას დაეტყო სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის ოლგა სტეფანიშინას ჩამონათვალით. USAID აფინანსებდა როგორც სასამართლო კორპუსის, ასევე სამართალდამცველი ორგანოების შემრჩევ კომისიებს. USAID-ისთვის ფულის გადაკეტვის შედეგად გაურკვეველი ვადით შეჩერებული არის უკრაინაში ეთიკის საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტების საზოგადოებრივი საბჭოს, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თავმჯდომარის, ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომისიის. აღმოჩნდა, რომ მოკლედ USAID-ის დასასრული უკრაინის ხელისუფლების პარალიზის დასაწყისი აღმოჩნდა. იქ სხვა ქვეყნებიც არიან ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელი, მაგალითად უკრაინის მეზობელი და ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთი, სადაც სწორედ USAID-ის მიერ წარმოებული ამ საზოგადოებრივი ბრჭყალებში სამუშაოს შედეგად გაურკვეველი მიზეზებით გაუქმებული არის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. და დღემდე მაგალითად არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევა დაინახა ამ არჩევნებში. ისტორიული მაგალითების მოყვანაც შეიძლება, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ მაიდნის მოვლენები და სიუჟეტშიც იხილავთ თქვენ მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებული შტატების კენედი უმცროსის განცხადება, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ USAID-ის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ 5 მილიარდი დოლარის დახარჯვის შედეგად იქნა ეგრეთ წოდებული ღირსების რევოლუცია მომხდარი უკრაინაში და ასევე გავხსენოთ ჩვენი ქვეყანა ვარდების რევოლუცია 2003 წელი და კმარა, რომელიც წარმოადგენს ზუსტ ასლს სერბული ოტპორისა და ზუსტად სწორედ USAID-ის დაფინანსებული არის ეს ორგანიზაციები და მათ მიერ წარმოებული ეს პოლიტიკური დღის ეს რიგიც. მოდი შევეხოთ ასევე კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს, ეს არის COVID-19-ის პანდემია. აქაც USAID-ის საინტერესო ტენდენციები იკვეთება და რაში ვლინდება ეს რომ გვითხრა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები, ვაქცინაციის საკითხები არის საკმაოდ სათუთი თემა, ბევრი დეзинფორმაციის წყარო შეიძლება გახდეს ეს, მაგრამ საქმე შემდეგშია, რომ USAID 2004 წლიდან 2022 წლამდე 53 მილიონი დოლარით აფინანსებდა კომპანიას Eco Health Alliance, რომელიც უკვე თავის მხრივ შუამავლის როლში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მდებარე ვუჰანის ლაბორატორიაში ვირუსებზე აფინანსებდა კვლევებს. ამავე დროს კიდევ უფრო მეტად უცნაურის არის ის, რომ კონგრესიდან გამოსული წყაროების თანახმად ამავე პერიოდში არა მხოლოდ USAID, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებდა იმავე სახის ექსპერიმენტებს შედარებით ნაკლები თანხით 10 მილიონი დოლარით, 40 მილიონი დოლარით. ხოლო ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტი კი მთელი 3 წლის განმავლობაში მოითხოვდა Eco Health Alliance-ისთვის იმ კომპანიისთვის, რომელიც ატარებდა ამ კვლევებს ვუჰანში USAID-ის დაფინანსებით, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვდა ჯანდაცვის დეპარტამენტი ამ ორგანიზაციისთვის ჩამორთმევას ჩახსნას მისი პროექტებიდან, ვინაიდან ბიოლოგიური უსაფრთხოების პროტოკოლები იყო დარღვეული სწორედ Eco Health Alliance-ის მიერ ჩატარებული ამ ექსპერიმენტებისას. კორონავირუსი არ არის USAID-ის ერთადერთი პირმშრომლით შევკრავდი ამ თემას. 2024 წელს გასულ წელს დასრულდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ეგიდით ახალ გვინეაში 2021 წლიდან წარმოებული 3 მილიონის მოცულობის კვლევა, იგივე ექსპერიმენტები ამჯერად უკვე სიცხის გამომწვევ პათოგენებზე იყო და ასევე USAID და Eco Health Alliance 2020 წლიდან 2025 წლამდე წელს, ანუ მანამ USAID-ს ტრამპის რისხვა დაატყდებოდა თავს, სამხრეთ აფრიკაში ეს კომპანია უკვე ცხოველსა და ადამიანს შორის ვირუსის გადაცემის შესახებ USAID-ის მიერ 5 მილიონ და მიცემულ $5 მილიონ ხარჯავდა.
კეთილი ლეო, ჩვენ მოვისმენთ სულ რამდენიმე წამში შენს მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც იმედის კვირაში გავიდა გუშინ ეთერში. მანამდე გეტყვით, რომ 1961 წელს პრეზიდენტ კენედის მიერ დაარსებული USAID იყო ბიუროკრატიული გიგანტი, რომელიც ყოველწლიურად $50 მილიარდზე მეტს ხარჯავდა 100-ზე მეტ სახელმწიფოში. უმრავლეს შემთხვევაში ეს პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის მონაწილეობით მიმდინარეობდა. 10,000 თანამშრომლიდან სამსახურს მხოლოდ 300-მდე შეინარჩუნებს და აღსანიშნავია ის, რომ ვაშინგტონში უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID შენობიდან აბრა ჩამოხსნეს. მაშას ეს იყო საერთაშორისო მიმოხილვა, ჩვენ ახლა წინ გვაქვს სიუჟეტი, მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის. USAID-ის დახურვა დონალდ ტრამპის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებად, მაგრამ თავად ამერიკაში ბევრს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ USAID სხვა ქვეყნებში ჰუმანიტარული დახმარების გამწევ უწყინარ ორგანიზაციად მიაჩნდა. USAID-ის სახით საქმე გვაქვს თაღლითებთან, ამავე დროს ეს ადამიანები არიან შეშლილნი. ვინაიდან თაღლითები არიან, მათ დასახურად კონგრესის დასტური არ მჭირდება. კონგრესის დასტური ისედაც არ ამგონია საჭირო ყოფილიყო, მაგრამ აუცილებელია ამ მართებული საქმის გაკეთება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. USAID-ში გაგიჟდნენ, სულ გააფრინეს, წარმოუდგენელია ის, რასაც აკეთებდნენ. ეს თაღლითობაა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვისაც დონალდ ტრამპმა USAID-ის მართვა დაავალა, ორგანიზაციის ყოფილ თანამშრომლებს საჯაროდ ასე მიმართავს. ჩვენი მიზანია, რომ USAID-ის თანამშრომლები საზღვარგარეთ 30 დღის განმავლობაში დავაბრუნოთ სამშობლოში. გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის მიერ USAID-ის გაუქმების შემდეგ უკრაინული მედიის 90% დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. მათი საქმიანობის დამფინანსებელი სწორედ აწუყვე წარსულის ნაწილი USAID აღმოჩნდა, ისევე როგორც დასავლური მედიის ფლაგმანის პოლიტიკოს შემთხვევაში. ანტიკორუფციული მუხტი ძლიერდება. როგორც აღმოჩნდა, სწორედ USAID აფინანსებდა ულტრაპროგრესულ პოლიტიკოს ბრიუსელში, ასევე უნგრეთში მოქმედ მემარცხენე მედიას გასული ადმინისტრაციის პირობებში. და კიდევ მეძახდნენ საქმის ამრევს. მიმაჩნია, რომ სოფლიო ვალშია დონალდ ტრამპთან, ის მიერ მშობნელი შეთქმულების გასაჯაროებისთვის. პოლიტიკოსთვის შეწყვეტილი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს თეთრ სახლში. შევიტყვეთ USAID-ის მიერ სხვადასხვა მედიის დაფინანსების შესახებ, მათ შორის პოლიტიკოს შესახებ. ამ გამოცემას ჩვენთანაც ყავს კორესპონდენტი. მე ვადასტურებ, რომ ჩვენი მოქალაქეთა კუთვნილი $8 მილიონი დაიხარჯა პოლიტიკოს სუბსიდირებაზე. ეს შეწყდება. შესაბამისი უწყება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს. ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს მიღმა კი ავრცელებს თავად USAID-ის სტატისტიკას, რომლის თანახმადაც მხოლოდ 2023 წელს ორგანიზაციამ დააფინანსა 6,000-ზე მეტი ჟურნალისტის, 700-ზე მეტი მედია საშუალებისა და 300-მდე მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა და წვრთნა. საერთო ჯამში $260 მილიონ მეტით. მთავარი დონორი კი უკრაინაა, სადაც 10-დან 9 მედია საშუალება სწორედ USAID-ის ფინანსებს იღებდა. გაიგეთ ახალი ამბავი, თურმე $100 მილიონ უხდიდნენ სხვადასხვა მედიას, მათ შორის პოლიტიკოს. ისინი აქ არიან, იმედია სიამოვნებით მიირთმევენ საუზმეს. ეს ფული მათ მისცა USAID-მა. წარმოუდგენელი რაოდენობის ფული დაიხარჯა. ყველგან გამოვიჭერთ, ისეთ დღეში ჩავაგდებთ, რომ ვერ მიხვდებიან მათ თავს რა მოხდა. USAID-ის საქმიანობის კვლევა პანდორას ყუთის გახსნას ჰგავს. ცნობილი გახდა, რომ ღაზის სექტორში გაგზავნილი 10 მილიონი პრეზერვატივის შეძენის შემდეგ უკვე ავღანელებს $15 მილიონი ღირებულების კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები დაურიგეს. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ნეპალში კი USAID-მა $9 მილიონი ათეიზმის გავრცელებაში დახარჯა. უფრო დეტალურად USAID-ის მიერ ამერიკელ მოქალაქეთა გადასახადების მრავალფეროვნად დახარჯვის შესახებ ასევე თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა ისაუბრა. ეს გახლავთ CIA მიზეზებისა, თუ რატომ მიიღო ილონ მასკმა და მისმა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტმა USAID-ის საქმიანობის შემოწმების გადაწყვეტილება. მე წაგიკითხავთ, რამდენიმე გაუგონარ სისულელეს, რომელშიც ეს ორგანიზაცია ფულს ხარჯავს.
იმარჯავდა, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებაში. DEI მითითების საფუძველზე იგივე თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისთვის USAID-მა მაგალითად სერბეთში თითქმის $2 მილიონი დახარჯა სამუშაო სივრცეში თანასწორობის შექმნის მიზნით. ირლანდიაში კი $70,000 ამავე ღირებულებებით მიუზიკლის დადგმაში დახარჯეს. კოლუმბიაში ტრანსგენდერთა ოპერისთვის კი $47,000. პერუში ტრანსგენდერთა თემატიკის კომიქსში კი $32,000 დაგვიჯდა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი როგორც ამერიკელი მოქალაქის გადმოსახედიდან არ მომწონს, როდესაც ჩემი გადასახადები ასეთ ნაგავში იხარჯება. USAID-ის საქმიანობის შეჩერება დომინოს ეფექტის მატარებელია. ყველაზე მწვავედ დახმარების ნაკლებობა კიევში იგრძნეს. სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის ოლგა სტეპანიშინას განცხადებით, ვეტინგის პროგრამა ვარდება. სასამართლო კორპუსის და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების შესარჩევი კომისიების მუშაობა შეჩერებულია. გაჩერებულია გაურკვეველი ვადით ეთიკის საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტების საზოგადოებრივი საბჭოს, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თავმჯდომარის შესარჩევი და უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომისიების მუშაობა. იგივე პრობლემაა მოლდოვაში. ევროკავშირის წევრობის კიდევ ერთ კანდიდატ ქვეყანაში USAID-ის კოლაფსის შემდეგ პროკურორობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი შეჩერებულია. მიზეზი დაფინანსების შეწყვეტაა. მეზობელ აზერბაიჯანში კი USAID-ის საქმიანობა ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეაჩერეს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის ადგილი აზერბაიჯანში არ არის. ბაქო ვაშინგტონს USAID-ის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში ზრდებდა ბრალს. დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოკავშირე და მისი ადმინისტრაციის მომავალი ჯანდაცვის მინისტრი, კენედების დინასტიის წარმომადგენელი რობერტ კენედი უმცროსი USAID-ის მიერ ორგანიზებულ ფერად რევოლუციებზე საუბრობს. უკრაინაში მაიდნის მოვლენები. არავინ ამბობს, რომ სწორედ ჩვენ დავაფინანსეთ ეს ყველაფერი. ამაზე დუმს მედია, ამაზე დუმს ხელისუფლება. USAID CIA-ის ბუტაფორია. მაგალითად უკრაინაში მაიდანი 5 მილიარდი დაჯდა. სწორედ ამ მოვლენებამ მიიყვანა უკრაინა გადატრიალებამდე და ლეგიტიმური პრეზიდენტის ჩამოგდებამდე. USAID იყენებდა ეგრეთ წოდებულ რბილ ძალასაც. კიევში ამერიკელი სამხედროების მაგივრად ჰოლივუდის დესანტი სწორედ USAID-მა გადასხა. შონ პენი $5 მილიონი სანაცვლოდ ჩავიდა კიევში, რათა ზელენსკისთვის ოსკარის ქანდაკება ეჩუქებინა. ანჯელინა ჯოლიმ გაეროს კეთილინების ელჩმა კი 20 მილიონის გადარიცხვის შემდეგ დაათვალიერა კიევი. ჟან-კლოდ ვან დამისთვის USAID-მა მხოლოდ $1 მილიონი გაიმეტა. კომიკოს ბენ სტილერს კი ზელენსკისთან ერთად ვიდეოს გადაღებაში USAID-მა $4 მილიონი გადაუხადა. ტრამპის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურამ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა და მისმა უწყებამ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტმა USAID-ს კომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა. სააგენტო როიტერის ცნობით ილონ მასკის დეპარტამენტის ოფიცრებს USAID-ის დაცვის სამსახურთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მასკის ოფიცრებს USAID-ის დოკუმენტებზე წვდომის შეზღუდვა სცადა. Associated Press-ის ცნობით მასკის უწყებამ სასურველი დოკუმენტაცია მაინც მიიღო და დიდი ალბათობით სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე აეხადა ფარდა USAID-ის დახურულ საქმეებს. ილონ მასკის დეპარტამენტის ოფიცრებსა და USAID-ის დაცვის სამსახურს შორის შეხლა-შემოხლას ადგილი ჰქონდა ხაზინის დეპარტამენტშიც. პირველი ინციდენტის შესახებ კი უკვე CNN-ის შემდეგს იუწყება. ჩვენი წყაროების მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მასკის უწყების ოფიცრებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადეს ვაშინგტონში მდებარე USAID-ის მთავარ ოფისში შესვლა. საბოლოო ჯამში სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სასურველი დოკუმენტაცია ჩაიბარეს. ილონ მასკის ახალი უწყების სამსახურის საქმიანობაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ ის მიუთითებს თუ ვისი და რომელი უწყების საქმიანობის გამოძიება არის საჭირო. მე ვუთხარი მას იქ მისულიყო. ის მიდის ადგილზე და საქმეს აკეთებს. მას კარგი გუნდი ხავს, ძალიან კარგი გუნდი. მათ იციან რას აკეთებენ, ისინი სვამენ სწორ შეკითხვებს, აკვირდებიან პასუხებს და თუ მათ ეჭვი შეეპარებათ, რომ ვინმეს ენა ზედმეტად ებმება და რაიმეს მალავს, ეგრევე ხვდებიან ყველაფერს. ჩვენ დიდი რაოდენობით თაღლითობა, წყალში გადაყრილი ფული აღმოვაჩინეთ. ჩვენ ვიკვლევთ რა ხდება არმიაში, განათლების სისტემაში. ვირჩევ სამიზნეს და ვუბრძანებ შესვლას და შემოწმებას. არის უწყებები, რომელთაც არ ვეხებით. USAID-ის აწუყვე ყოფილ ოფისთან ბაიდენის დემოკრატიული პარტია, თავად USAID-ის თანამშრომლები, გრანტის მსურველები და მაღალჩინოსნები ერთ აქციაზე შეიკრიბნენ. ჩვენ არ შევჩერდებით, ჩვენ ვიომებთ ყველა კანონიერი გზით ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატები ბევრ სახელმწიფოს და მათ მთავრობებს აძლევს ფინანსურ დახმარებას, რათა მათ საკუთარი პრობლემები მოაგვარონ, მანამ სანამ ეს პრობლემები ჩვენამდე მოაღწევს. პოლიტიკური ქაოსის და ყალბი იდეალების სახელით დაპირისპირების გაღვივების მიღმა USAID-ის საცეცები აღმოაჩინეს ვუჰანის ლაბორატორიაშიც. იცით რომ USAID თქვენი ფულით ბიოლოგიური იარაღის გამოცდას ატარებდა, მათ შორის COVID-ის ვირუსით. იმ ვირუსით, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქმე შემდეგშია, USAID-მა 2004 წლიდან 2022 წლამდე 53 მილიონი დოლარი გადარიცხა Eco Health Alliance-ში. ამ კომპანიამ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვუჰანში მდებარე ლაბორატორიაში COVID ვირუსებზე კვლევები დააფინანსა. სავარაუდოა, რომ COVID-19 ვირუსი სწორედ ასე წარმოიშვა. Eco Health Alliance იგივე ორგანიზაციას აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტიც 42 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტით. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტი კი 3 წლის განმავლობაში მოითხოვდა Eco Health Alliance-ის ჩახსნას შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაცია ბიოლოგიური უსაფრთხოების პროტოკოლს არღვევდა ვუჰანის ლაბორატორიაში ღამურებზე COVID ვირუსით ექსპერიმენტებისას. USAID იყო ბიუროკრატიული გიგანტი, რომელიც ყოველწლიურად 50 მილიარდ დოლარზე მეცხარჯავდა 100-ზე მეტ სახელმწიფოში. უმრავლეს შემთხვევაში ეს პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის მონაწილეობით მიმდინარეობდა. 10,000 თანამშრომლიდან სამსახურს მხოლოდ 300-მდე შეინარჩუნებს. USAID-ის განგმირვით დონალდ ტრამპმა 2 კურდღელი დაიჭირა. ერთი საგარეო პოლიტიკური, მეორე კი შიდა პოლიტიკური. USAID-ის საქმეების თეთრ სახლში გამომზეორება კი ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური მეტამორფოზის ჯერჯერობით ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია.